რელიგიური პასუხისგებლობის ასაკი. როდის შედის ბავშვი რელიგიურად პასუხისგებლობის ასაკში. როდის მოეკითხება მას ჰარამი, ჰალალი. როდის არის ვალდებული შეასრულოს ისლამში მოცემული ბრძანებები და მოერიდოს აკრძალვებს. ამასთან დაკავშირებით ისლამს საკმაოდ პრაქტიკული მიდგომა აქვს და არ არის კონკრეტული ერთი ასაკი დაწესებული. უფრო ისლამი უყურებს ამ ადამიანის ფიზიკურ და ფიზიოლოგიურ მომწიფებას. ამას ჩვენთან აჭარაში თავმოსწრილს ვეთქვით. რომ ადამიანში გინდა გოგო იყოს, გინდა ბიჭი იყოს, შეინიშნება გარკვეული ფიზიოლოგიური ცვლილებები იმის შესახებ, რომ ის უკვე სქესობრივად მოწიფული არის. და ამის მიხედვით ეს შეიძლება იყოს, თქვათ, ამით ინტიმური სიზმრების ხილვა, ან თქვათ, მამაკაცების შემთხვევაში, ბიჭების შემთხვევაში წვერი, ხმის დაბოხება და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი, ეს ფაქტორები მიუთითებს, რომ ის უკვე ფიზიოლოგიურად დასრულ ადამიანის კატეგორიაში გადადის. ასევე ეს განსხვავდება, რატომ არ არის დაწესებული კონკრეტული ასაკობრივი ზღვარი, იმიტომ რომ ქვეყნებსა და გეოგრაფიული კლიმატების ცვალებასთან ერთად ეს ასაკი განსხვავდება. ახალ ქვეყნებში უფრო ადრე დადგება, ცივ ქვეყნებში უფრო გვიან. აქედან გამომდინარე, ეს ასაკი შეიძლება იყოს ცვალებადი. ასევე თუ აგვიანებს, თქვათ, ზოგიერთ ადამიანებში რაღაც ფიზიოლოგიური დარღვევა, რაღაც ავადმყოფობა, სნეულება შეიძლება გახდეს იმის მიზეზი, რომ ამან დააგვიანოს მსგავსი სიტუაციების გამოვლინება. ამ შემთხვევაში იმ ქვეყანაში, სადაც ცხოვრობს მისი თანატოლები, რა ასაკს აღწევენ, ამის გათვალისწინებაც მნიშვნელოვანია და ასევე ჰანეფი მეზების მიხედვით 17-18 წელი არის მაქსიმალური ზღვარი. თუნდაც უკვე 17-18 წლის ასაკში, რომც ის ფიზიოლოგიური ცვლილებები არ მოხდა, არ ჩამოყალიბდეს ამ ადამიანში, ის მაინც რელიგიურად პასუხისგებელია და უკვე ნამაზი, არხვა და სხვა ჰარამებისგან მორიდება ასე შემდეგ, ყველაფრის მიმართ პასუხისგებელი ხდება ის ადამიანი. მანამდე, სანამ ამ ასაკს მიაღწევს, რა თქმა უნდა, მანამდე ბავშვმა ოჯახში უნდა გაიაროს რელიგიური აღზრდა. 17 წლის ასაკში კი არ უნდა დაიწყოს ნამაზის სწავლა, აბდესის სწავლა და ასე შემდეგ. უფრო პატარა ასაკში დაიწყებს ის მშობელთან ერთად, შეიძლება დრო გამოშვებით გააცდენს და ასე შემდეგ, რომელიც ბავშვობაში ჩაეთვლება, თუმცა ამ ასაკის შემდეგ უკვე ის ვალდებულია. შუამავალი სალლალლაჰუ ალეიჰი ვასალამ ბრძანებს, რომ როდესაც ბავშვი მარჯვენასა და მარცხენას გარჩევას დაიწყებს, ის გვერდით დაიყენეთ ლოცვაზე. როდესაც 10-12 წლის ასაკს მიაღწევს, მაშინ უკვე კატეგორიული მოთხოვნა დაიწყეთ მისგან, უფრო სერიოზულად საქმე. ხოლო უკვე როდესაც ის თავის მოციქულობის ასაკს მიაღწევს, ამ შემთხვევაში ის ვალდებულია თავისი გამჩენს რელიგიურად უკვე დასრულად ითვლება და გამჩენის წინაშე ვალდებულია. ბრძანებებით შეასრულოს და ჰარამებსაც მოერიდოს.